მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და აუცილებლად მინდა მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი პატიმრები მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო, იმიტომ რომ ის სულ რაღაცნაირად სულ ყოველთვის მადარდებს ეს ადამიანები ბედნიერება სიხარული მინდა გისურვოთ, აი გუშინაც გადაცემა რომ მორჩი დამირეკეს და ისე გამიხარდა რაღაცა თქვენი ხმის გაგონება, მადლობა რომ ხართ, ბევრი წერილი მომდის თქვენგან, აი უღრმესი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც რაღაცნაირად გულშემატკივრდა და ვის გამოც საერთოდ მაქვს ეს გადაცემა. მადლობას გიხდით, ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერი კარგს, აი ყველა თითოეულ ქართველს აი ერთმანეთი დავაფასოთ და ერთმანეთიც რა გაუხალისოთ და გაულამაზოთ ცხოვრება, იმიტომ რომ ჩვენმა ერთმა სიტყვამ შეიძლება ადამიანი საერთოდ სასწრაფოთას ჩააგდოს და შეიძლება პირიქითაც მოხდეს, რომ რაღაცნაირად სიკეთე და რაღაცნაირად ხან არის ხოლმე, რომ რაღაცნაირად ადამიანი შეგხვდება და გიხარია, რომ საქართველოში ხარ და ხან არის, რომ ადამიანი რაღაცნაირად შეგხვდება და იტყვი, რომ აუ აი აქ ცხოვრება და არაფერი არ მინდაო და ჩვენ ერთმანეთს უნდა ვიყოთ ეგ, რომ სხვას რო შევხვდებით, ჩვენით თქვას, რომ აი აქ ყველაფერი წასული არ არის, აი თურმე აი კაი ადამიანებიც არსებობენ, ესეთებიც არიან და აი ჩვენ ერთმანეთს ესე უნდა ვიყოთ, წესით მაგიტომ გაგვაჩინა ღმერთმა და არა სადარდებლად და როგორ არ ვიყოთ ერთმანეთსთან დარდი, იმიტომ რომ ძალიან შემოიჭრა, აი ეს დარდი ერთმანეთსთან სიძულვილი ეს ყველაფერი, ეს აგრესია შემოჭრილია იმ პოლიტიკის და გამო, ყველაფრის და გამო და მამა გიორგი დორეული ყავს, რომელიც აუცილებლად ამ ყველაფერს ამჩნევს და მაგიტომ მოვიყვანე, რომ აი ეს ლამაზად აგვიხსნას უბრალოდ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ აი ამ ქარიშხალში არ მოყვეთ ეშმაკის ქარიშხალში, რომელიც ჩაგვიყოლებს და მე ძალიან რთულია აქედან გადარჩენა და მამაო დაგლოცე, დიდი მადლობა რომ მომძანეთ ჩვენთან სტუმრად, უგრესი მადლობა რომ ხართ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია თქვენ პატრიარქთან მსახურობდით, მთელი ახალგაზრდობა ის გატარებული გაქვთ პატრიარქის ყველაზე კაი წლები, მამაო თქვენი მართლა შესაშური არის ის, რომ კეთილიშური, რა თქმა უნდა, რომ აი ესეთი ამხელა მოგონება ხართ უწმინდესის წინაშე და მადლობა ამისათვის, რომ ესე რაღაცნაირად გაგახაროთ. ვინ სად იყო ჯერო თქვენ იყავით იქ და მადლობა ამისათვის, მამაო რა. იცოცხლე გაიხარეთ, ღმერთს მადლობა ყველაფრისათვის, უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ აი ეს ვფიქრობ, რომ მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთ შემოდგომას მოგვასწრა. ხო, ეს თითქოს არაფერი არ არის, არა, მაგრამ მე სულ ვამბობ ჩემს სახლეულში, ჩემს მეგობრებში, რომ ღმერთს უნდა უთხრათ მადლობა პატრიარქი ბრძანებს, რომ ყოველი ახალი დღე ღვთის დიდი წყალობა, ახლად გათენებული დილა ღვთის მადლი და წყალობა და როგორც გაიღვიძებ მუხლი მოიდრიკეო და შენ წარმოგეხლა როგორ გაიარა ზაფხულმა ზოგისად იყო, აი მოვიდა შემოდგომა და მინდა ვისარგებლო და აი რამოდენიმე დღეში მოდის, რა თქმა უნდა, უდეს დღესასწაული ყოველს ღვთისმშობლის შობა და მე მინდა ჩემს საქართველოს, ჩვენს პატრიარქს, წმინდასნო ჩვენს მღვდელმთავრებს და ჩემს სამღვდელოებას, რომელიც აი უზომოდ მიყვარს და მე მინდა თქვა, რომ არ ვავარჩევ რა. შეიძლება ვიღაცის ქადაგება ვიღაცას არ მოსწონდეს, ვიღაცას რაღაცა ასე თქვა რაღაცა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც ერთი უფლისა და ერთი პატრიარქის ომოფორის წინაშე ვართ გაერთიანებული რა და ჩვენი რაღაცა პატარა არ სიყვარული ეს პატრიარქის გულის ტკივილია და ის რა ქვია, ხო ეს ერთხელ პატრიარქმა თქვა, რომ ესეთი ფრაზა აქვს, სიბრძნე აქვს, ძველი რომაულიაო თუ ჩინურიაო, კარგად აღარ მოსწონს, რომ დედამიწა გაიბზარა და ბზარმა ჩემ გულზე გაიარაო. პატრიარქმა თქვა, ეხლა რა თქმა უნდა ამა უწმინდესმა თავისებური ნიშანი მისცა ამ ხალხს, რომ ამდენი ქიშპი და რაღაცა ეს ჩვენი ხორჩესხმული პატრიარქი და სიყვარული, ხო, ნამდვილად მის გულზე გადის და გილოცავ და რა შეეხება გივი ეს იცი რატო წამოწირო, მადლიერება უდესი გზნობა. მე მინდა უთხრა ყველას, რომ ყოველ დღე აი ახალი კვირა რომ მოდის, კიდევ და კიდევ მადლობა ღმერთს და ერთმანეთს მიულოცოთ. მე მაგალითად ძალიან ხშირად ულოცავ, რომ გილოცავ შემოდგომას, გილოცავ ზაფხულს, გილოცავ სექტემბერს. ხო, ერთხელ მამა იოსებ ხოხონიშვილმა, დიდებულმა ქართველმა ცხონებულმა თქვა, რომ ჯო ყველამ დაბადების დღე მიულოცავ და მე ესეთი ლექსი დაუწერე, რომ საც მოგილოცავ დაბადებისა. ხო, კარგია, საც მოგილოცავ დაბადების და იცი როგორ არის, რომ თუ ეს ჩვენ გვექნება, არა, არსამდენი ბოღმა აღარ იქნება, გიორგი, არსამდენი დაპირისპირება და ყველაზე მთავარი რაც არის, სულ ყველას ვეუბნები, რომ აი თქვენში აცოცხლეთ ქრისტე. აცოცხლე რა და ამ ყოფეში თქვენ შორის ყველა ხوار ვეუბნებთ, რომ ქრისტე არ ჩვენ შორის. წირვაზე მარტო მღვდლები ხوار ვეუბნებთ, ერთმანეთს მოზღვრები, მრევლის ხო
მუზღეროსა გავარო ქრისტიან ჩვენ შორის მრევლი ცხოვრებაა რა ამას და აი ეს ყველაფერი ჩვენი სიტყვა რაც ღმერთის წინაშე არის არა და ურთიერთობას ეს უნდა იყოს საქმეთ ქცეული ეს უნდა იყოს სიტყვა არ უნდა ხო აბა რა იცი აი ადრეს ვისაუბრეთ და პატრიარქის როდის ამბობდა ნახე ერთ-ერთ ქადაგებაში 2007-8 წელს ამბობს რომ ყველაფერი გამიწიერდაო წარმოიდგინე ლამის აი ერთ 3 წელში უკვე 2007-8 წელი მოვა რა და 20 წლის წინ ამბობდა 18 წლის რომ ყველაფერი გამიწიერდაო რა და ადამიანი მართლაც აი წეღან ფიქრობდი იცი რომ ისე ცხოვრობს გიორგი ადამიანი რომ უყურებ რადასკვნამდე მივედი იცი აღარც ღმერთის წამ და აღარც ეშმაკი აი მაგდასკვნამდე მივედი აი ხო საინტერესო არის მომენტი რომ რაღაცა ის წეული როდესაც წამს არ მიყვარს ხოლმე მაგის სახელს ხდება რა ის წეული როდესაც წამს არა და იცის სად არის ფინალი ცოტა შიშით არის როცა ღმერთის წამს არა რა თქმა უნდა აქ შიშით არის სიყვარული არ დაკარგოს უფრო მაგრამ ეხლა რომ უყურებ ამ საზოგადოებას აღარც ღმერთის წამს და აღარც ეშმაკი აი რაღაცა და რაღაცა მისწრაფება კარიერისთვის და აი ამისთვის და მე ფიქრობ რომ ეს კარგს არ მოიტანს. ღმერთის მოთმინება, რა თქმა უნდა, უსაზღვროა, მაგრამ ჩვენ როგორც ვიცით ბიბლიიდან, იგივე სოდომ გომორის და იგივე ბევრი რაღაცების, იგივე ნოეს კიდობანის ანუ წარღვნისდება, სადღაც ღმერთის მოთმინებაც სრულდება. ხო? ეს აი ამდენი რაღაც ეხა საქართველოს მე სულ ვამბობ, აი ვინც სახარებისეულად აზროვნებს, რომ დაუკვირდეს, მართლაც ყოველთვის იყო, მაგრამ განსაკუთრებით შეეწყო დედაღვთისმშობლის ფარველობის ქვეშ მყოფობა. აი გინდა ეს ზაფხული ავიღოთ ევროპის ქვეყნებში ხალხი ათეულობით და მთლიანობაში ასეულობით ხალხი ადამიანები იხოცებოდნენ. აი რო აიღო ახლა, ხო აი რა სიცხე იყო ახლა წელს ამ ზაფხულს? 2 დღე არა? აი ახლა რო აიღო მაგალითად ხო კი როგორ არა ჩვენ გვაქვს ტრაგიკული დღეები იქით მეწყერები იყო იქით რაღაცეები იყო მაგრამ მეტნაკლებობით არის ხა მე ვეუბნები ყველას რომ ყველაფერი მეტნაკლებობით შეადარე რა ხდება რო აიღო ახლა ქვეყნები მაგალითად რო ნახო ინტერნეტში ამერიკაში რა ხდებოდა ავსტრიაში რა ხდებოდა ინდონეზიაში რეები ხდებოდა ასეულობით ადამიანი წალეკა რაღაცება ღვარცოფებმა და რაღაც აი ამ ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, მაგრამ აი ამ საქართველოში ხო მე ვიცი ხოლმე აი გითხრა რა მე და მამაჩემა რომ ჩვენ არ შევუქმნათ ერთმანეთს პრობლემას, თორე ღმერთი არ გვიქმნის ჩვენი პრობლემას. ჩვენ აქვთ პრობლემას. გამიგე? აი საიდანაც მაგარ პრობლემებს უქმნით. ჩვენ უქმნით ერთმანეთს პრობლემებს. ამბიციები და ყველანაირად. გამიგე და იცი როგორ არის გიორგი რომ აი ყველა საქართველო უნდა გადავარჩინო საქართველო ეხლა იმ დღეს ფიქრობდი შენ წარმოვიდგინე რომ 200-დან 250-მდე პარტია და ფრაქცია და რაღაცეები და ანუ 250 დაჯგუფება ყველა ყვირის რომ მე გადავარჩენ საქართველოს შენ ვინ ახარ მე გადავარჩენ საქართველოს როგორ გადავარჩენ ისი შენი სისხლის ზღვრით აი რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ ხო აი ისე რომ იცი რას უყურებ ხოლმე აი ჩემებსაც ვეუბნები ხოლმე ბიჭო უკვე კი არა ზულთ ერთმანეთი აი ნახე სიძულვილსა და შეზიზღება შორის დიდი ის არის გამი ხო თითქოს ახლო მაგრამ არ არის ახლო აი შევქორენ ზულ ცოტა ძალიან აი ესე თქვა სუბუქია ეგრეთ წოწოდებული ლაითია ცოტა რო გაიგონ ახალგაზრდებმა რა მაგრამ აი მე ზიზღება უკვე აი გულიდან ამოდის რა აი და უკვე ზიზღია გამიგე ახლა ჩვენ ხო ვადევნებთ ხო და ეხლა ნახე ამას წინათ ეხლა ამ ლიბერალურმა მხარემ დაიჭირა და ის სტისტიკაროსანის სურათი ატრიალებს ხო ეხლა არც იმ სტიკაროსანში არ არის გარკვეულწილად ღმერთი გამიგე შეიძლება თავის ხავაცხადია მეც მე შეიძლება და ყველას გვეშლება მიწიერები ვართ მიწაზე ვარ და ხორციელნი ვართ გიორგი მაგრამ ღმერთმა ჩემოტკბილებო სტიკაროსნებო მრევლო ახსარებელ მაზიარებელნო ახსარების იმედად ნუ შესწოდავ და ნუ მოკლავთ ხალხს და ნუ
შეურაცხყოფთ, ნუ შეაგინებთ და ნუ გაუმწარეთ სიცოცხლეს, იმიტომ რომ მეორე დღეს მიხვალ და ახსარებას ჩააბარებ რა. და ეგეც კარგი გაუკუღმართებაა, რომ რა ქვია, პეტრეს ბოლოს მოუღებ და პავლეს ჩააბარებ და პავლეს ხო შეშენდობას ეს არ არის ქრისტიანობა. მე მინდა ვთქვა, რომ ქრისტიანობა ჩემო ტკბილებო არც თქვენი ახსარებაა, ქრისტიანობა კარგად გამიგე გიორ ასომო და მაყურებელ და სვენდელს. ქრისტიანობა არც წმინდა ზიარებას მიახლება, ქრისტიანობა არც მარხვა არ არის. გამიგე, ეხლა ვიღაცა დაიძაბება, აბარა. არა. ქრისტიანობა არის, გიორგი, ცხოვრების წესი. ამ ცხოვრების წესში შედის მარხვაც, ლოცვაც, წმინდათა წმინდა ზიარებას, ახსარებას. თუ შენ ცხოვრების წესით არ ახარ ქრისტიანი, კვირას ეზიარები და 12, გულისხმობ, 9-ზე წირვა იწყება, 12-ზე გამოხვალ და ისევ ჩაებმევი ლანძღვა გინებაში და სიძულვილში, გაუტანლობაში და კიდე გიმეორებ, გიო, ზიზღში სად არის ქრისტე? კი ბატონო, 1000%. აი, სად არის ქრისტე? მითხარით ორი ხლა. მე ერთი კითხვა მაქვს ხოლმე ჩემს ბრევლთან, რაც ახლა რა თქმა უნდა ამას წინა მომები ამობენ. აი, ყველაზე მეტად სამყაროში ვის წამს ღმერთი? აი, ერთ წუთი რომ დავდუმდეთ, სამყაროში, ხილულ სამყაროში, არა მარტო საქართველოში, ვის წამს ღმერთი? ეხლა ყველა იფიქრებს იმას. იმიტომ რომ ნანახი. და ყველაზე მეტად ღმერთი წამს ეშმაკს. იმიტომ რომ თვითონ იქ იყო, თვითონ მისი ანგელოზი იყო, ხო? სანამ დაეცემოდა, მაგრამ ნახეთ როგორ არის ჩემო ძვირფასებო, არა თუ ქრისტე, თვით ქრისტიანებიც კი ძულს. და უამრავ შუღლს და უამრავ მტრობას აგდებს და შენ წარმოიდგინე გიორგი, ეს ყველაფერი ხდება ოჯახიდან მოდის. ოჯახები არის, აი ჩვენ რო ვუყურებთ არა? საინტერესო რა არის? ეხლა მე ჩემი რევლით, რომ მოდის ხოლმე, ვეუბნები, როგორ ახარ ოჯახის წევრებთან. დებთან, ძმებთან, რძლებთან, სიძეებთან, დედასთან, მამასთან, რამდენად მორჩილები ხარ. იცი ხანდახან მეუბნები, რომ კაი მამაო, რაღა დროს ეგ არის. მეუბნები, ვერ ეზიარები. სწორს ეუბნებით. ხო, იმიტომ რომ სახარება მაგას გვეუბნება, რომ ბიჭო, ის კი არ გაიხსენეო, რომ შენახარო. ვიღაცაზეო გულძვირი, უკეთო შენი ძმა არის, შენზე გულძვირიო, დატოვეო ეს სამცხერპლოსთან მიტანილი შესაწირი მსხვერპლი და წადი შეურიგდი. ნახე რა საიტრო და დაემხე თუნდაც მუხლებზე, სანამ ის გულს არ მოალბობ, არ შეირიგებ და მერე მოდი და შემომწირი აი მსხვერპლი და აი ამას ვამბობ გიორგი, რომ ყველაფერი როგორც ჩვენ პატრიარქ შემოველი, როგორც ამბობდა მე, რომ ყველაფერი გამიწიერდა, გამიგე? ეს მრევლობაც გამიწიერდა. ეს მე შემოველი არასოდეს არ მიყვარს რომელიმე მოძღვარზე რაღაცის თქმა ყველას ვენაცვალე და ჩემზე ღრმა წიგნიერებიანი და ყველაზე ბოლო კაცი ვარ მღვდლობაში. მაგრამ მე ვამბობ ერთ რამეს, რომ ცოტა მეტი სწავლება უნდა მივცეთ მრევლს. მარტო ის არ არის, რომ აი ბოდიში გიო, აი მარტო ის არ არის, რომ თავარია მრევლის რაოდენობა. გამიგე? აი ვიღაცას შეიძლება უხარია სავსე ეკლესია, მაგრამ იმ სავსე ასობით მრევლში რამდენია ქრისტეს მიმდევარი რეალურად, რამდენ შეუძლია რომ ოჯახის წევრს არ გაებუტოს, რამდენ შეუძლია რომ დაუთმოს, რამდენ შეუძლია ადრე მე და შენ თქვით რომ აი რამდენ შეუძლია რომ არაუშავს მე თუ შეიძლება წენა მომაყენია რა. არაუშავს ქრისტე ჯვარს აცვეს ივანასენის თავი მოჰკვეთეს, წმინდა გიორგი და მოწამეები აწამეს და რისი გულისთვის ხო ვერ მეტყვით რომელიმე ტყუო და აი რომელიმე ტყუო და მაგრამ ეს არის ჩემო ტკბილებო, ნახეთ ზირაქი ამბობს რომ თუ უფალს მიახლები სამსახურად განსაცდელი მოიმზადეო. და ჩვენ გონია რომ ეხლა ქრისტიანობა არის რაღაცა იმაში, რაღაც არ მოთმინებაში, რაღაცა არა, ესე არ უნდა. ნახეთ როგორ არის ძალიან საინტერესოა. ვისაც უნებსო შემოდგომა ჩემ და ვისაც უნდაო შემოდგომა ჩემ და უარყავ თავით ვისი აღიღე ჯვარითვის და შეუმიდეგი მე სანამ საკუთარ თავს არ უარყოფ, სანამ საკუთარი თავი ვიღაცაზე მეტად მიგაჩნია, სანამ რაღაცა
შენს წინააღმდეგ ოჯახის წევრს თუ მეზობელს თუ მეგობარს ცუდად ჰათქვამს არ მიუტევებ გამიგე მანამდე ერთი რამე მინდა თქვა ჩემიდან მოყოლებული ძალიან შორსა ვართ ქრისტესაგან არ მოვიტყოთ ეხლა თავი დღეში თუ გინდა 10 ჯერ ვეზიაროთ თუ გინდა საათში ერთხელ ვეზიაროთ აზრი არ აქვს და მე აი ვეუბნები ხოლმე გიორგი ჩემს ვრევებს და ყველას რომ ამის დიდი მაგალითი იყო ჩვენი უფლისა და იუდას ურთიერთობა იუდა მაცხოვრის ჯერ ნახე რა ბედნიერი უნდა იყო რომ მაცხოვარი იხილო ხო თვითონ ეუბნება რომ მრავალი წინასწარმეტყველი ოცნებობდაო რა ესე მოკლედ რო თქვა ძალიან გონებასთან მისთან ხო იმის ხილვას და იმ დროშად რას თქვენ იხილეთო მაცხოვარი მხსნელი ქრისტე განკაცებული ზეცა მიწაზე ჩამოსული მაგრამ ნახე რა საინტერესოა მაცხოვრის ხელით ეზიარა მაგრამ ყველას ვეუბნები რა რომ მისი გული და გონება საერთოდ სხვაგან იყო ამიტომ აი დღევანდელი ახსარებას გიორგი დღევანდელი წინაწმინდა ზიარებას მიახლებას არის ძალიან აი ზერელი ხდება გამიგე და შემსუბუქებულია და ადამიანი შეიცვალა მამა აი მაგას გეუბნები დავშორდი ჩვენ ღმერთს აი ხა დღეს მაგალითად ვიღაცები ქრისტიანებად და ზოგი მაგარ ქრისტიანად ვინც იწოდება ადრე შეიძლება საერთოდ არ აზიარებდნენ ამ ადამიანს იმდენად შეცვლილია ადამიანი ნამდვილად თუნდაც გამიგია აი მე გეუბნები ჩვენი პატრიარქის პატრიარქობაში ადრე ხა ჩვენი კი არ გადავდეთ თქო რაღაცა რა ქვია იმის იქით საუკუნეებით არა აი ხლა 30-40 წლის წინ მაგალითად ხო? კი ბატონო. აი როცა ჩვენი პატრიარქი აღსაღდა და რაღაცა კი პატრიარქის სულ სიყვარულით მოდიოდა მე მახსოვს ერთ-ერთი მოძღვარი იგონებდა რომ აი პატრიარქი რომ მოვიდაო ხო? ის კი არ დაიწყო რომ სიმკაც რაღაცაო მე მახსოვს რომ სიონის ამბიონზე გამოვიდა და დაიწყოდა რომ აი თქვენაო რო ხმაურო წინ ეგ არ შეიძლება ეხლა ჩემის თავად ვიღაცა გაუვარდება და გაჩვდით რასაკეთეთ ღვაზე ხარ და აი პატრიარქი რამხელა მოწელებოდა ხო და რაღაცა გამიგეთ აი ყველაფერი შეიცვალა გიორგი იცი რა თქმა ჩემო კარგორი იმიტომ რომ თვითონ დამოკიდებულება შეიცვალა ღმერთთან მამო თან შეგნება იყო ძალიან დიდი შეგნება იყო ეხა ნახეთ ეს აგრესიული ხალხი ხო ესეთები არ იყვნენ ადამიანები აგრესიული ციატო აი სხვა მიზნები ქონდა და სხვა ცოდნა ქონდათ მამო შენ არ არსებობს იქ განათლება ქონდეს ნაკითხი იყო და იმას ქნა და შენ იყო აგრესიული მამო და დღეს მამო დაძაბულია ადამიანი დღეს ბოროტმა მაგრა შეცვალა ადამიანი იმიტომ რაღაცნაირად ბუდობს ადრე თუ გარედან ებძოდა ეხლა გიორგი იცი რა არის შემოგევლო ხო ძალიან მიყვარხარ მაგრამ სიყვარული არის სულ ყველაფერზე ერთმანეთს დავეთანხმოთ რა ხო ვიცი რომ არ დამეთანხმები ძალიან კაია თუ არ დამეთანხმები მე გეტყვი რასაც ვამბობ ხო იტყვი თუ მე ვთქვა არა თქვი თქვენ არა მე იცი რა ვთქვა მინდა რომ ყველაფერი ბოროტს არ უნდა დავაბრალოთ იცი გიორგი კი მაგრამ რო ბუდობს მამო ეს სოდვების დაგროდა გიორგი როგორ არა მარა გითხარი ღმერთი გავაძევეთ ჩვენ მაგას ვამბობ ჩვენ ღმერთი გავაძევეთ და რა გითხარი აღარც ღმერთის წამს აღარც ეშმაკი რაღაცა მუცლის ამოვსებაზე და ეხა შენ რა გონია აი მე არავითარ შემთხვევაში არავნერი ფიქრობს რომ ვაპოლიტიზირებ მაგრამ ბიჭო ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და უყურებ ხო ყოველ საღამოს რთავ და ამას ჩვენი შვილები უყურებენ მამი ერთმანეთს 100 ცხრიანებენ და მე მახსოვს ერთხელ რუსთაველზე იყო და მივიდა ჟურნალისტი და მამა ალექსი ადამაშვილის რო ეკითხება აი რას ეტყვით ამ ხალხს მამა ალექსი მითხრა ძალიან ჭკვიანად შეიყვარეთ ღმერთი ეხლა ის ელოდებოდა რომ ეს მხარე ესეთია ის მხარე ისეთია ეს პარტია არა მამა ალექსი მითხრა შეიყვარეთ ღმერთი და არ იქნება აი ეს ყველაფერი როცა ღმერთს შეიყვარებ ჩემო კარგოა რა იქა აი ჩვენი პატრიარქი სულ იმეორებს ეფრემ ასურის ხო მომანიჭე განცდა ითვისთა ცოდვათა როგორ არის იცი გიორგი როდესაც შენ სულს დაინახავ ჭუჭყიანს და ცოდვებში ჩაფლულს არათუ არაქცალია სხვისთვის სიხარულიც არის ის აი ვიღაცგან რომ მიიღო შეურაცხყოფა და იტყვი აი მაგალითად არის ნახე როგორ მოსეშავზია აი მოსეშავზე ერთი პატარა ფრაგმენტი წაკითხული რომ რაღაცა საკურთხეველში რომ იდგაო და მღვდელმთავრის სიტყვა მოესმაო რომ ესე მიმართავო რომ შენ უფერულო გადი აქედან და არადა სხვების იყო და ფიქრობსო რომ ჩემნაირ უღირს რა უნდაო აქ
საკურთხეველში კი არაო, ეკლესია სიახლოვეს რო ვიდგე, მაგაზეც მადლობა უნდა უთხრა ღმერთსო და მიხვდი, ჩვენ ახლა კიდე გეუბნები, ამის არის თვითონ დავდგეთ ქრისტე და ამასთანავ ერთ-ერთი ჟურნალისტი ამბობდა, რომ ნახე რა დოდონის თავხედობა, რომ ქრისტეს რომ მიუდგეთო ჩვენი კავნებითო, ყოველდღე 3000-იან ჯარიმას, აი შენ არც მინდა ეს ტყვი რომ დავამთავრო. მიხვდი და ეს საიდან მოვიდა ესე გიორგი? მოდი თავი დავანებოთ ახლა ეშმაკი როგორ არ არსებობს ვინა თქვა მაგრამ შენ ქრისტიანი რო ქვია და რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებეს და ქრისტე შეგვიმოსიეს. აი ეს რო არის უდიდესი გალობა იმ ნათლის ღების ჟამს არა? შენ ხო იცი რომ ის სიბრძნე და გონიერება იმიტომ მოგცა ღმერთმა რომ გაარჩიო რა არის ღვთისა და რა არის მოყვასისა. ეხა როგორ ფიქრობ ვინც ამ აყალმაყალშია ჩართული მარტო ეგ არის საქართველო? ის ხალხი ვინც ბრძნულად ზის სახში და ლოცულობს არ ერევა ისინი რა უგუნურები არიან? პირიქით ისინი არიან ბრძენი ხალხი და არ უნდა ეს მიწევ-მოწევა აგინახე გუში წინ ახლა იარაღი ქონდა ვიღაცას ხო? ეს ნელ-ნელა იწება გიორგი ჩემოთქმილო გამიგე და შეიძლება მივიდეს კვლელობამდე. ხათაშორის მამაო, მე ერთ გეტყვი თუ შეიძლება, აი ამასთან დაკავშირებით ბევრი მიფიქრია რა, აი ხა ჩვენი როლიც სად უნდა იყოს, მაგაზეც ვფიქრობ ხოლმე. ბევრჯერ ყოფილა რომ აბოროტებენ მამაო ადამიანებს რა. მოდი ხა ერთი თქვათ, ხა ერთი არის კი ვიცი რომ რაღაც ის არის, მაგრამ ის ადამიანი რატო გაბოროტოდა და ამ დონეზე რა მიიყვანა, ამას არავინ არ ფიქრობს. მიზეზი რა არის? აი მაგას კითხავს ხო? არა უყურე გიორგი მე რო გამაბოროტონ ხო რას ვეძებ ჩემი ფინალი რა არის სად მივდივარ ნახე მე რა გითხარი რომ თუ ჩემი ფინალი არის ძებნა პირველად ეძებეთ სასუფეველი მე ვიცი რომ ვერავინ ვერ გამაბოროტებს კარგად გამიგე ვერ შენ ეკი ვერც ვერავის მამო ჩვენ ახლა რაზე გვაქვს საუბარი რომ ანუ ჩვენ იმაზე კი მღვდლელსაც ეშლება ზოგჯერ მიხდით როგორ არ ეშლება ეხლა არ მითხრა რომ ეხლა მღვდელმა არ იცის რომ სასუფეველი არსებობს ხო იცის ხო ეხლა მე კიდე გეუბნები არ მინდა ბევრი ამის თქვა მაგრამ ყველა მოძღვარ შემოველე მაგრამ ეხლა ხალხი მივიდა იქამდე რომ ყველა ქვეყნის მართ შორის ჩვენმა სამღვდელობას თქვეს რომ ცეცხლი არ გადმოდისო ეხლა რაზე ლაპარაკობ ეხლა ეს ხო გუშინდელი მოგონილი არ არის და ხალხი მივიდა იქამდე რომ ზიარების დროს ეს არ არის სიცხლე და ხორცი ანუ ეგ კიდე ცალკე ხო არა ხო და მაგაში მართალი ხარ ეშლება ყველას კი ეშლება ხო და აი აქ სად უნდა დავინახოთ ჩვენი თავი რომ აი რა დონეზე მე ამას ხო ვიღაცამ ხელი შეუწყო მამო რა თქმა უნდა აი აქ რა ხდება მამო ახლა აქაც ხო ვერ იტყვი რომ აი ის არც ეშმაკი არის და არც ღმერთიო და მესამე არისო თქვენ მამობთ არა მესამე არაფერი არ არის მესამე არაფერი არ არის ხო ხდებით მამო იქ ტიპმა შეგნებულად აირჩია რა რომ აი ცეცხლზე ასხავს ნავს ჩვენ ქოქავს ვიღაცას იმაშვება რომ რაღაცა მაგიტომარეობა მოუვიდეს ხო იცი როგორ არის ეს ჯერ კიდე ძველი თქმა რომ გათიშე და იბატო მაგას მამო აი ეს არის ნახე როგორ არის შემოკარგო როდესაც ადამიანი აბსოლუტურად სხვა კონტინენტზეა გულისხმობს შინაგან სამყაროში და მისი მისწრაფი მხოლოდ კუჭის ამოსება გამიგე და არაფერი სხვა და როდესაც ნახე ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ ესეთი ვაშკაცური დევიზი უფალი და არ ვიცი ამას დევიზი იყო თუ არ ვიცი რა უწოდო სტიმული ცხოვრებისეულ უფალი და სამშობლო ხო უფალი და სამშობლო ეს იყო ერთად და განუმეორ აქედან იწყებოდა ოჯახშიც მიდგომა მეგობართანაც მტერთანაც ესე იწყებოდა და არავის არ ახსოვს წაქცეულ მტერთან ანუ უიარაღო მტერთან მისული ქართველი კაცი ქართველი კაიყმა ხო იმიტომ რომ მაშინ იყო უფალი და სამშობლო ეხლა ეს ყველაფერი გიორგი ეს ყველაფერი მსოფლიო პოლიტიკამ ჩაძირა საერთოდ სხვა ღირებულებებზე გადაიყვანა კაცობრიობა და ყველაზე მთავარი რა არის იცი ესეთი კარგი გამოთქმა არის პატრიარქისგან მსმენია და ბევრ რამე ვისწავლე და ეგრეთ ნახოთ პატრიარქისგან და პატრიარქი არის
წიგნი რა და ღმერთო კაცის დასჯა რომ მომდება პირველად გონებას წაართმევს. ისი როგორ არის რა და აი ეს არის იცი რა არის აი ეს უგუნური ხალხის მართვა წეღანას გითხარი ძალიან ადვილია. მეორე ნახე რა ხდება აი ხაი თუ შეუსაბე მამას აი ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე აი მთელი ხალხი მთელი ჩვენი ქვეყანა რამდენი ხდება აი ხა გამოვიდა ფილმი мама პაიზერო სახელი რაღაც ფარასადან ზეცენს რაღაცა ნუ ეგეთი სახელია ზეცამდე თუ რაღაცა ხო ვაიმე და აი გაოცებული აი მე ვეუბნებ ყველას ჩემი ოჯახიდან აი რა მე რა ვაიმე შენში რა შეიცვალა მითხარი რა შეეცვალე აი ეხლა ამბობენ რომ რაღაცა ფილმს იღებენ წმინდა мама გაბრიელზე რა შეეცვალე აი გამოვიდა ფილმი ეხლა ნუ რა თქმა უნდა მკრეხილობა მაგრამ ქრისტეს ცხოვრება ხო მელ გიბსონი თუ ვიღაცა რო თამაშობს ხო და ხალხი გაოცებულია რომ ბოლო იმ რაღაცა იმას უყურებენ როგორ ხელოვნურად იდგა ეს მართლა ხო არ ხდება იმისი წამება რა და ამაზე ტირიზა გიждდება და ამ ხალხმა რო გულში მართლაც გაიაზრონ რა გადაიტანა ქრისტემ ხო როგორც ეკლესიასტი ამბობს გიო რომ ამავეებათა და ყოველივე ამაუარს ამაჩი იცი ყველაზე მთავარი არის უგუნურება რა არის გიორგი ხალხს წართვი მომავლის წარსულის წინაპრების და საიქიო მარადიული ცხოვრების საერთოდ სწავლება და იმედი ეს არის უგუნურება და ამ ხალხის მართვას და ამ ხალხის დაყოფას და ბოდიში და მიქსევას რა უნდა და ყველაფერი მაინც სიზღირო ითესება მამა აი მაგას გეუბნები მაგას ეს ხო ვიღაცას მე მართალი ვარ თქვენთან ხო მე მართალი ვარ თქვენთან ან ის არის მაგ მნიშვნელობა რა თუ ამ ყველაფერმა ერთად სიზღიდათესა ერთმანეთს გაუტანლობ ეგეთი შვილი ღმერთს რა თუნდა ხო სიტყვაზე ღმერთს კი ყველანაირი უნდივართ მაგრამ ჩვენ ვართ ის აი იმაში ჯდები კვადრატში რასაც 64 ითვალისწინებს აი მაგალითად ესეთი რო გარდაიცვალო რა ესეთი ვითომ მეომარი და ვითომ რაღაცა და იქ მეორე მეომრები და ისინი და ნუ არ ვიცი ეგ რა გაოცია მან რაღაცა საშინელი ის არის აი ესეთი ადამიანი თუ აკმაყოფილებს 64-ის ნორმა აი რაც არ უნდა მოწყალე იყოს ახლა ღმერთია ესეთი დამახინჯებულია ფსიქიკის და ყოფაქცევის ადამიანი როგორ უნდა აცხონოს აი უბრალოდ აი წარმოიდგინეთ ახლა მამო ეს ყველა ადამიანი რო გარდაიცვლება მოხდება მამო 64-ში აი ესეთი დამახინჯებული ფსიქიკით აი ძალიან კაი თემა წამოწიე წინ და ერთი ის მომაგონდა რომ აი კიდე გეუბნები რა დააწყებული ჩემი ხორციელი შვილებიდან სულიერ შვილებიდან მე ყველგან ერთი პოლიტიკა მაქვს რა თქმა უნდა სულიერებას ავარ აი ყველას ვეუბნები რომ აი დღეს რომ იფიქრე ეთრმე დღეს რომ შენ გაგიყვანოს უფალმა მზად ხარ შესახვედრად აი ეს რატო წამოჭერეთ კაი თემა აი მე მინდა უთხრა ყველას ჩემო ძვირფასებო ღრმასულიერებო ეკლესიის მაგინებლებო პოლიტიკოსებო მაჩხურებო რა ვიცი ოპოზიციონერებო ამბიციონერებო რა ვიცი მუდოებო რა ვიცი ყველა დღეს რომ უბრალოდ ერთ რამეზე უნდა იფიქრო გიორგი და ძალიან მარტივად წარმართავ გამიგი აი მამები რა საუბრობენ ხო იფიქრე რომ აი ეს დღე არის ბოლო დღე და მოიქეცი ისე რომ უნდა შეხვდე ღმერთს მაგრამ აი რა გითხარი ზაღან ეს ფიქრი არავის აღარ უნდა გამიგე აი ყველას ვეუბნები რომ აი იფიქრე ახლა შენ რომ დღეს რომ გაგიყვანოს უფალმა ხარ მზად შენ ღმერთთან შესახვედრად ხო იცი შენ ყველაფერი არა იცი 64 იცი ჯოჯოხეთი ეხლა მეტი რა უნდა ქნას სულიერ მოძღვარმა ეხლა მეტი სახში ხო ვერ წამოყვება არა და აი ახლა ნახე რა რის თქმა უნდა გიორგი დღეს საქართველოში რასაც დასკვნები ზდებენ 85% ეკლესიური ხო მე მაგალითად აი როდესაც დღესასწაულია ხოლმე და ეზიარება სავსე არის ეკლესიები აი ვამბობ ხოლმე რომ მართლა რომ ამდენი მაზიარებელი იყოს ამდენი ბოროტება იქნება ამ სასამყაროში მართლა ხომ მიხდი განამარტო ვაკისაებაში მაქვს საუბარი თბილისში საქართველოში მონასტრებში რომ აიღო ხო რამდენი 2 მილიონიდან სულ მილიონი ხო მაინც ეზიარა რა ვინ აკეთებს ამ ბოროტებას მითხარი ვინ შედის ამ ბოროტებას და კიდე იქ მივდივართ გიორგი საიდანაც დავიწყეთ რომ ჩვენ აი როგორც
პოპოვიჩის იმ ქადაგებაზე ჯვრის შესახებ რომ ყოველი ერთი შენი ცოდვა ეს უნდა იცოდე ჩემო ძვირფასებო ყველა ყოველი ერთი შენი ცოდვა შენი ამპარტავნება შენი უსიყვარულობა შენი გაუტანლობა ერთი ლახვარია და ერთი სამჭედური ანუ ერთი ლურსმანია ქრისტეს სხეულზე თქვენ მაცხოვარი ამბობს რომ რაოდენი უყავთ ერთ მცირე ძმათაგანს იგი მე მიყავთ მარატო ამბობს რომ ნახეთ როდესაც სახარებაში ავრე მაშინ ეტყვის მართლებს რომ მოვედი ჩემ და კურთხეულნო მამისა ჩემისა რამე თუ მშიერი ვიყავდა მეცით მეჭამადი შიშველი ვიყავდა შემოსეთ რა აი ეს შემთხვევით კი არ ამბობს რომ მშიერი ვიყავ შიშველი ვიყავ სნეული ვიყავ და მიხნა საპყრობილისა შინა ვიყავი აი ამ ხალხ შემო ძვირფასებო იქნება ეს საუნჯე და აგროვოთ იმიტომ რომ ეს არის ზუსტად არც ჩვენი ქონება არც კაი სახლი არც კაი მანქანა არც კარგი ცოლშვილი ყველაფერი კარგი ეს მაგრამ ეს არის მიწიერი და დააგროვეთ ის რაც უფალი გეუბნება რომ არა იქ სადაც ჭია და მატლი ჭამს და ქურდები იპარავენ და ძარსვავენ და არა იქ სადაც ვერავინ ვერ მიეკარება და იცავენ ანგელოზები ეს არის თქვენი სიწმინდე კეთილი საქმე და მოყვასის ტვირთვა რამე თუ ამბობს მოციქული რომ ურთიერთ არ სიმძიმე იტვირთეთ და ესეთ აღასრულეთ და ესრეთ აღასრულეთ ჯული ქრისტესი და აი მე ადრე თქვი და კიდე გავიმეორო გიორგი რა ძალიან პრიმიტიულია აი ნახეთ გეზარებათ მაგალითად დილას რომ როცა წაიკითხოთ ან საღამოს რომ წაიკითხოთ ხო თუ გზაში მგზავრობთ არა ეხლა მაინც ნახევარზე მეტი რომ გაიხედავ გიორგი ბოდიში მაგრამ კარგად გამიგე რა ყველა პროფესიონალს ვენაცვალე მაგრამ ელექტრიკები ვით არიან ელექტრიკოსები შნურებით არიან ყველა თო სულ შნურებით არიან თავის სამყარო აქვს გაგებაში არ არიან თო დარწმუნებული ვარ ეხლა ეგ სახარებაზე ხო არ არის საუბარი ჯაგი ჯუგი მიდის ზოგი უსმენს როკს ზოგი რეპს ზოგი პირიქით პატრიარქის და ჩვენ ლანძღვაგინებას აი ზოგი ეს დავამხოთ ის ბიჭო მოусვინეთ ქადაგებებს ჩართეთ მამაპაისი ჩართეთ აი ჩვენი ეკლესიის უამრავი მოძღვრები არიან მამა გიორგი თევდორაშვილი მინდა ვახსენო მართალია ვაგვიანებდი თქვენ მაგრა პამპულაო თაკეთისთან და იმაში გახსენდა მაგას ვენაცალე ჩემი შორის თქვა მამა რომ აგვიანებდაო სულ ზარმაცობდაო ეს ბიჭო ვაგვიანებდი ეხლა ვაგვიანებდი იმიტომ რომ უმეტეს შეშეთხოვაში ეხლა თუ კარტები გახვდა ვიყავი პატრიარქთან წირვაზე ლოცვაზე ან საპატრიარქოში და ვაგვიანებდი და ადრეს კიდე მითხრა მამა გიორგი შემოგიოლე შენისა რა ჩემთან ორი საათზე მოდიხარ ხოლმე მამა ადრე რაღაცა არ იყვნენ ისინი ღირსები რომ ბაბაზალეთში ვიყავი გახსოვდი შენ ამბობდი და მამაო მღდლები შეკრიბაო სუფრაგაშალ იმათ გაჭირთო ამ პარტავნებაში არ ჩავარდესო ვიცი რომ მამა გიორგი ჩემი პირველი მიზეზი ამ პარტავნებს არის ის რომ შენი მეგობარი ვარ ზმაო და ეგ არ მაგდეს ამ პარტავნები ხო და აი მოусვინეთ აი უამრავი მოძღვრები არიან მამი აბა კაი მაგარი ეხლა აი მამა ალექსანდრე ბოგოლქაძე ჩვენი დიდი ძმა არაჩვეულებრივი ზუსტად ეხლა ვერ ჩამოთვლი ისი რო ჩართო აი ხო მამა იაკობი უშიკიშვილი აი უამრავი გვერდები არის სამღვდელოების მამათევრ ვიღაცების გვერდები არის მამი და იცი რა მინდა მეთქო რომ ჩართეთ და უსმინეთ აი ამას თუ ტრანსპორტში ხარ თუ მანქანაში ხართ არა ჩართეთ საპატრიარქოს რადიო და აი ლამაზი ჩემი გადაცემა ჩართო რა აუცილებლად არა მაქამდეც მივარ არა 105-ზე და 1-ზე ვართ მამაო რადიოში ძალიან მართლა მე პირადად ჩამირთვია და მე ადრეს გითხარი რა გიორგი რომ აი ძალიან ბევრ სწავლობ შენგან მოწეული აი ხა იმ დღეს დედა ბარბარე ყავა და მამა იონეს რა ვიცი შვილი და ყველაფერი ხო ვენაცვალე მამა იონეს და მამაო აიცი რა არის დანატოლები ეხლა მაშინ ერთს ვიტყვი რა თუ შეიძლება წარეს ვამბობ მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა რა ეხლა დედაოც რომ ყავდა თქვი რა ისინი უყურებენ მამა ეხლა ჩვენ სხვათა შორის ამ ქადაგებებს შეიძლება ვამბობთ რომ ის ჩართე მაგრამ ისინი უყურებენ ჩვენ ქადაგებთ მაგრამ საქციელით ერთმანეთთან შორს ვართ და ეს მოქმედებს, იმიტომ რომ ჩვენი მტერი ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს და ანახებს ხოლმე, აგერ აი მამა გიორგი იმას რო ქადაგებს და რაღაცა, ეგერ იმ მამა გიორგი იმას ზუს, ის იქ მამა იონე რო გარდაიცვალა, იქ 3 მღვდელი მივიდა და 5 არ მივიდა, მამო, მიხვდით? მამო, მოდით ესე ვთქვათ რა, აი ჩვენი ხო იცი ჩვენი მკვდარი არის, ჩვენი დასამართი. მესმის, შემოგივლო, ჩემი სოციალური ეს ამ ადამიანებს მამაო დიდად მუშაობენ.
იმიტომ მე ის ნაუშნიკში მე კი არ მისმეს და თქვენ უსმეს იმას, რა ქვია, რეპს, იმიტომ რომ იქ უკვე ნამუშევარი აქვს, ვიღაცა რო უყურებს ცოცხალ მაგალითს, ეგ მამა ივანე გარდაიცვალა, ის გარდაიცვალა, ესე რაღაცნაირად იქ ყველა არ მივიდა, იქ ვისაც ეკუთვნოდა იმა გალანძღა, ვისაც და უკვე სხვა სისტემას უყურებ. მიხდით მამო, აქ ხო ბოლოტი მუშა. ამას ხო სხვას ვერ დავაბრალეთ. კაი მამო, აი სიტყვაზე თქვენ ამობთ ესა. არის რა ეგ რა ფაქტია. არა, ნახე, ამიტომ გეუბნება მაცხოვარი, შემოგეულო, ჩემი თავი რომ ბოლო ჟამს თხები და ცხვრები გადაირჩევა და ამიტომ გეუბნება რომ ნახე მცირედნი არიან, მრავალნი არიან, ჩინებულნი და მცირედი რჩეულნი. კი ბატონო. გამიგე, ამიტომ არის გიორგი შემოგეულო, ჩემი თავი რომ სასუფეველი ცათა იძულების ნახე რა საინტერესოა მე ძალიან ხშირად მინდა უთხრა. გთქვათ მამო, ეხა ვიღაც ხალხში ნაცას ვერ შეაყნე. არა კაცო, ხო და მაგიტო გეუბნები გიორგი. ერთი ხდელი გამოდის, მეორეს ლანძღავს იქ ისა ვიღაცა სასუფეველი ცათა იძულების და ნახეთ რა საინტერესოა, რომელმაც აიძულოს თავი, მან მიიტაცოს იგი სხვა არ შემთხვევაში უფალი არ ამბობს რომ მიტაცება და წართმევა კაია სასუფეველზე გეუბნება რომ მიიტაცე შენი მოთმინები შენი რაღაცი ეხლა იცი როგორ არის გიორგი მე თუ ცხონება მინდა ვერავინ ვერ დამიდგება წინ და ნახე რა საინტერესოა ჯერ კიდე როდის მე-17 საუკუნის მამები ამობდნენ აი ძალიან კარგი წიგნი არის სიკვდილის შემდგომი შეგონება ნილოს მირომდინარე და ბოლო ჟამსო კაცობრიობა იმ დონეზე განვითარდებაო რომ ზეცას მიწდებაო ანუ ეს კოსმოსი და ყველაფერი ეცვენა მაგრამ დაავიწყდება როგორ უნდა ცხონდეს გამიგეთკბილო იმაზე იქნება გადართული და რამდენჯერად თქვა ჩვენმა უწმინდესმა და მამების რამდენჯერ უწმინდესმა რომ აქედან იწყება შენი ჩემოტკბილებო ამიტომ მე გეუბნებით ყველას მე ვინა ვარ არავინ არა ვარ ერთი უკანასკნელი მღვდელი ვარ ვინ აგვდივარ საერთოდ მაგრამ ერთი რამე თქვა რომ არჩევანი თქვენზე არჩევანი არის ჩვენზე რა გზას ავირჩევთ თუ ვირჩევთ სასუფეველს აი წეღან რას შენ გიორგი თქვი რომ აი ეს იქ მიიყვანს აი ეს გზა აზრამდე მიგვიყვანს როგორც გიორგი თქვა წეღან აი ეს გზა ვერ მიგვიყვანს რაღაცა გზა მიყვანს აი ამ მიყვანის გზა ქვია რა გიორგი მოთმინება ურთიერთა სიმძიმეს ტვირთვა სიყვარული და ოჯახებში მინდა ოჯახებში ერთმანეთთან რო გაბუტულები ხარ დები ძმები მშობლებს პატივს არსებთ იქიდან მოდიხართ ბიჭო და აი ეს აუტანლობა და გაუტანლობა ქუჩაში გამოდის გიორგი კაცს რო შენიანი სიყვარული გაქვს ის სხვას როგორ შეიყვარებს ხო ესია რა ადამიანს როცა შეგიძლია რომ აიტანო შენი ოჯახის წევრის როგორ ვთქვა უნახველობა წლები არ მაინტერესებს მე მაგალითად აი ვინ არის ჩემი და ჩემი ძმა აი მე ხმამაღლავ გიორგი რა შენ ძალიან კარგად იცი და ჩემი ოჯახის მეგობარი ხარ და ჩემი ძმა 2011 წელს გარდაიცვალა ის იყო 39 წლის ხო ბერი ანდრე და მე ვიყავი 38 წელი ერთ წელით იყო ჩემს დედა აი ყველას ვეუბნები ჩემს შვილებს ჩემს იქში ეხლა როგორ ფიქრობ ისიც დაოჯახდა ერთსახს ცხოვრობდა მეც დაოჯახდა ისე წავიდა ჩემი ძმა ბევრი არ სიამოვნებდა მაგრამ ერთი სიტყვა არ მithქვია რომ აი როგორ სიტყვიან წინზი ხარ უკან გადა ამბირ ბევრი მემწყენია როგორ ხარ ესე იგი ერთი პერიოდი იყო რომ მუხიანში 4 წელს ცხოვრობდი დედა ჩემი მეუღლე ჩემი რძალი ჩემი და უკვე 7 წელს და 4 ქალი მეთქი ერთსახს ჩათვალე რომ ციხეზე ხარ ყველას ქურდობა რო უნდა ხუაზე ხარ ხუაზე და ცოტა რო იუმორი შეური 4 ასობნია კი ჩათვალე ხუაზე ხარ რა ხო აი ესეთი მაგრამ იცი რა ხანდა როდესაც რაღაცამ წინდა ჩემთვის განმარტოვდებოდი და რაღაცა ლოცვას წავიკითხავდი რაღაცა ლიტერატურას წავიკითხავდი მამები ამბენ საეკლესიო ლიტერატურას კითხვა ეს იგივე ლოცვა არის სახარების კითხვა წინამართ ხადაგებს ეს იგივე ლოცვა ჩემო ტკბილობო თუ გეზარებათ ლოცვა და რომ საღამოდ დილა მიხვიდეთ ხატებთან და დაჭიქით და სახარება წაიკითხე რომ მოვასწრო მაგერაც ამაის წაიკითხე ხო თუ შეიძლება მაგერაც აი კაი იდეა მაქვს ესეთი უკვე კაი ხანი არის აი ეს ახალი სეზონი რაც დავიწყე უკვე რამოდენიმე სასულიერო ვინც გარდაცვლილი იყო გავიხსენე რა და აი ესეთი იდეა მაქვს რომ აი ჩვენ ხო გვინდა რომ აი სიტყვაზე ვიღაცა ამბობს რომ აი მაგალითი მცირდება რაღაცა ძალიან ბევრი სამაგალითო ადამიანი თან კაი რა არის აი მამო წეღა რაზეც ვამბობდი რომ ჩვენში თანადგომას რომ დაინახავენ რომ ის ჩვენი გარდაცვლილი ის სასულიერო პირები ის ღირსეული
მორწმუნე ხალხი რო გვახსოვს მათ რო პატივს მივაგებთ მე აი მაგიტომ მინდა რომ ეს ადამიანები ყველა გავახსენო აი სულ ყველას აბსოლუტურად გავახსენე ეხა მამა სოკრატიზე გავაკეთებ შემდეგში აუცილებლად მე მამა ტარიელ კერესელიძეზე მამა ჩახვაშვილზე ალექსანდრეზე მამა ანტონიზე გულიაში აი ძალიან ბევრზე მამა იოსებზე რავი ყველაზე მამა აუცილებლად ხო ვაკეთებთ ხოლმე მაგრამ კიდე გავაკეთებ აი ღმერთის წყალობით უბრალოდ მოუხშირო გინდა კი აუცილებლად მათი ოჯახის წევრები ისინი იმიტომ რომ აი ჩვენთან აი ცუდი რა არის მამა ეხა ჩვენ კი ვამბობთ რომ ერთობა იყო სხვაგან რაღაცა მაგრამ ამასო საქმე დავანახეთ აი ჩვენ გვახსოვს ის რომ 5 წლის წინ გარდაიცვალა იმ მღვდლის ნამოღვაწე რაღაც ხშირად ხდება ხოლმე მამა მათ ადგილას შეიძლება სხვა მოვიდეს და საერთოდ აღარ ახსოვდეს იმიტომ რომ ახალი ადამიანი ხო ეს ამბიციურია და იმას შეიძლება მიჭხმალოს აი ახალი წინამძღვარი მოვიდა მაგრამ აი ახალი ნებისმიერ და რატო შედავწი რომ ვიღაც მილიციელი რო გარდაიცვლება და მთელ იმას რო ახსოვს სამინისტროს და მაგის ცოლშვის პატივსაცემენ სახლები მაგაზე მეტი არ გაუკეთებია და არ არის მღვდელი ეხლა რომ ეგ გვახსოვდეს ან ნებისმიერი ვიღაც სპორტსმენი აი ამხელა რაღაცას აკეთებდა მღვდელი ადამიანების ცხოვრებაში აზიარებდა და აღსარებები და რამდენ რაღაცა როგორ შეიძლება ვინმე შევასასწრებო მაგას ვამბობ მამა ეს აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მამა და მე მაგას გავაკეთებ მაგ რუბრიკას და თუ ვინმე კიდე დამეხმარება ამაში 10 ჯერ უკეთესი იქნება გააკეთო სხვა ტელევიზიებმა ალალი იყოს ნეტა და მე ყველას დავუკავშირდები და ყველას ვეცდები რომ აი აბსოლუტურად ყველა შეგახსენოთ და ჯერ ჩვენი ნამოსიც არის ეს რომ ის წარსული ადამიანი გახსოვს და უფასებ იმას რომ რისთვის იცხოვრა ხო და ის აუცილებლად მე აი გეხვეწებით ყველა რეგიონებში მოძღვრები რო იყვნენ ძალიან მაგრები მომწერეთ ვინცაც ვერ გავიხსენებ ფოტოებს დავდებ მაინც ვიღაცას მოვიყვან გავახსენებინებ გეხვეწებით აუცილებლად რა რომ ეს ადამიანები ეს ისტორია გადავცეთ ისე მომავალ მართალი ხარ იცი რომ იმიტომ რომ იმიტომ ხარ მართალი რომ აუცილებლად ხა მე მახსოვს ძლივს ერთ რაღაცაში ვარ მართალი ისე მამაო თქვენ ოჯახის წევრებს მოვიკითხავ თელი სიყვარულით იცი რატომ მამაო თქვენ ახლა არ ვიცი აქედან სახში მიდიხართ ხო იმედი იმიტომ ისე ცივად ახსენეთ 1-2 ჯერ რაღაცა ვინ ახსენეთ ცივად ისე ახსენეთ რომ აი ვინ არისო ჩვენი ისო და მაინც არის არა მე მრევლი და ყველა ოჯახის წევრებში გააჭერდი შემობრობა მოვიკითხავთ აუცილებლად ბიჭო ესე იგი იწყებს ჩემგან ცოცხალი კაცისგან იწყებს მოგონებას ხო და თქვენს მასაც გავიხსენებ აუცილებლად ყველა ისე მაგარი ადამიანი იყო ვინ აღარ იყო ხა მე მახსოვს მამა იოსები ხა დასავიწყებელია მამა შეიძლება რას ეგ ჩვენს მე მახსოვს ალავერდელი გრიგოლი ცერცვაძე წეღა რო იხსენებთ მამა ანდრიას რო იხსენებთ მამა ანდრია გელაშვილი იყო კი ყველა უნდა გავიხსენოთ მიტროპოლიტი კონსტანტინე აუცილებლად მამა მოყავს ხოლმე მამა აკაკი და მაგის აი უსაყვარლესი ადამიანი და რაც ყველაზე მთავარია აი მართლა მოდელი მთავარია აი უმდაბლეს ეხა ჩვენ უსაყვარლესი სინოდი ყავს და მე მინდა თქვა ერთი წუთი მინდა გიორგი რა ეხა აი ლანძღავენ მოდელი მთავრებს EGP ყავს ბიჭო გაუში ვიღაც EGP შენ ცხონებაში ხელს ვერც მოგიმართავს და ვერც წაგწმედავს კიდე არც მე არც მოდელი მთავარს თუ მყავს ან არ მყავს თუ მყავს მაგით ვერ წავწყვდები და ვერ ცხონდები თუ არ ამყავს მაგით ვერ წავწყვდები ვერ ცხონდები მთავარია ღმერთთან რა საქციელი თავარ და რა დამკვიდრებულები თავარ ხო მაგრამ იცი როგორია გიორგი ესეთი კარგი თქმა არის რა ძაღლი იმასყებს ვისაც არ იცნობსო აი ამ ჩვენ მოდელთან გამონათქვამეთ პირველად გავიგე ძაღლი იმასყებს ვისაც არ იცნობს ჩვენი მოდელმთავრებს იცი არ იცნობენ ესენი და იმ ეპარქიის იმ აბა მიდით ახლოს როგორი თბილები არიან როგორი ტკბილები არიან ისე გაგიტოლებენ ხანდახან აი უამბრო მოდელმთავრთან რა ქვია მიწევს ხოლმე რა გიორგი რა და ვიღაცებთან და ბიჭო ისე ჩემზე დაბლები ხდებიან და უკვე მცხენია რა ეს მამა თქვენ უყარხართ ძალიან ეტყობა არა კაცო მე რატო თვითონ ეგეთი ხალხია და ასე რომ ღმერთს მადლობა ჩვენ პატრიარქს და ჩვენს წმინდანს და ჩვენს სამღვდელოებას მართლა ცოტა ბუზობთ რაღაცა მაგრამ უჩვენოთ მაინც სასუფეველში ვერ შეხვართ გამონაკლისი ყველგან არის მამო როგორ ეკლესიის ერთგულების ერთი იუდა და ეხლა ეკლესიის ერთგულების ეკლესიის მრევლობის და მოძღვრის მორჩილების გარეშე სასუფეველში ვერავინ ვერ შეხვართ. აი თუ შეიძლება მაშინ ვიტყვი რაღაცას მამო მთავრებზე აი მთელი გულით ვიტყვი რა. ჩვენ არ ვიცით იმათ რამხელა ბრძოლა აქვს მამო. ტვირთი ბრძოლა. ხო, ტვირთი აქვს. აი მიდი მე ზუსტად ვამბობ და ზუსტად ვიცი რომ კი, შეცდომები არის და იქნება და ანგელოზე არავინ არ არის, ამ ქვეყნად შეუმცდარი არავინ არ არის. მართლა პატრიარქი არის ერთი, რომელიც აი რა ვიცი, ეს ადამიანის საოცრება გაუჩინა, ღმერთმა მართლა გვაჩუქა. მაგრამ ნახეთ რა, აი რაშია საქმე, რომ
მღვდელმთავარი იქნება თუ რაღაც იმდენი ბოროტი ებძვის მამო, ის არის ბერი. ის არის ძალიან დიდი ტკივილის ქვეშ არის და ამას უნდა ჩვენ გავითვალისწინოთ მამო. თუ რაღაცა იქნება და რაღაცა შეიძლება შენ არ მოგეწონოს, ხო? ეს ანიშნავს იმას, რომ რაღაცა ჩვენ არ გვაქვს ზეცასთან საქმე. ჩვენ გვაქვს მიწასთან საქმე და ეს მიწიერი არის აქაური. აქ იქნება, ცოდვაც იქნება რაღაცა. თავარია დიახ. მაგაში ორი რამე უნდა თქვა. პირველი, მაგისი მაგალითი მაცხოვარმა მოგცა და თქვა, ვინც თქვენგან უცოდველია პირველი იმან დაარტყა თქვა. ეს ერთი და მეორე, იცი ვინ აკრიტიკებს გიორგი, რომელიც საერთოდ რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ეკლესიური რა ცხოვრება და ეკლესია რა არის. არც ახსარება უთქვია, არც ის და რაღაცას ერთი ორი ვიღაცა ეს შოუ ბიზნესის წამყვანები ამბობენ რომ აი მე ბავშვობაში მივედი და მოძღვარო მითხრა რომ ესი არ გააკეთო და საერთოდ წამოვედი. ანუ რასაობს იცი რომ ბიჭო მოძღვარი ის არის რომ იმა უნდა გითხრას ესი არ გააკეთო იმ გზაზე არ დგე რაც სასופველს აგარიდებს და შენ თუ იმაზე ემდურები მოძღვარს რომ რატო მასწავლი მე ცხონების გზას მაშინ რა ვიცი ახლა ბოდიში ვიხდი რა ვიცი ახლა თქვენი გზა თქვენიცი ჩემოთკბილეო მაგრამ წეღან თქვი და ეხლაც ვიმეორე პატრიარქის სიტყვებს და ვენაცვალე პატრიარქს რომ 64 და ჯოჯოხეთი იწყება აქედანვე თქვენი არჩევანით იწყებთ 64 ჯოჯოხეს და ნუ დაემდურებით ღმერთს ერთი ბერიო ეკითხებოდაო რა უმეცარი ბერი იყო წინაზღვას რომ ამბობ ღმერთიო რატო ესეთი კაცი რომ ზოგს იქით უსებს ზოგს აქეთ უშვებსო რა ცოტა ხო და ეხა გიორგი ესეთი რაღაცა და ეს ყვება არ არისო ღმერთი კი არ არის ესეთი ნახე აი ყურე წარმოიდგინეო რომ მეფემო მიგიწიოსო ქორწილშიო მთელი სამყარო იქ არისო და მიხვედი ამ ქორწილში და ყველა არის ოქროს შესამოსელით შემოსილი ჭყვიალა და შენ თლად შიშველი დგახარ შენი სინდისი გამოგაქცევს იქიდან ვერ გაჩერდები იმან შეიძლება დაგადევნოს მდევარი მოტრიელი მაგრამ ჯო ყველა შემოსილია თანაც ჭყვიალა და შენ ხარ თლად შიშველი ანუ ეს იცი რას ნიშნავს შენ არც იკეთე გაქვს ნაკეთები არც მოწყალება გაქვს ნაკეთები არც სიყვარული გაქვს და აი ამ კეთილ საქმედაგან ჩემოთკბილებო და როგორც მოციქული ამბობს სარწმუნოება თვინიერ საქმისა მყდარ არის ჩვენ ამ ყველაფრისაგან შიშვლები ვართ, მკვდრები ვართ, გამიგე და ამიტომ ჩვენი არჩევანია და მე გთხოვთ რომ მეტი სიყვარული, მეტი მოთმინება, მეტი და არავინ არ ვიცით, გაგვითენდება თუ არა, ხვალინდელი დღე ერთი ფილოსოფოსი ამბობს რომ თუ მზის ამოსვლას დაესწარი, მოგასწრო ღმერთმაო, ეცე დაესწრო ჩასვლასო. თორე არის კიდე დაესწრებ თუ არა ამოსვლას და თუ ჩასვლას დაესწარიო, ამოსვლას ეცადე რომ დაესწრებ რომ არის როდის იქნება ბოლოს შენი მზის ამოსვლა ჩასვლა. თან მამაო რა არის ისიც აი ჩვენ რო გარდავიცვლებით აი და იქ ვერ დავიწყებ ჩვენ რომ ის შენ ეკლესიაში რატო არიყავი რაღაცა და იქ ვერ დაიწყებ რომ ის იყო ცუდი ეს იყო ცუდი შენ შეგეკითხებენ კონკრეტულ იმას შენ რატო ხო და ეს არ იქნება ჩვენი გასასამართლებელის და გეხვეწებით რა ეს პრობლემები ყოველთვის იქნება უბრალოდ ჩვენ არ დავკარგოთ ღმერთი რა აი ამ პრობლემებმა რომ ღმერთი დაგაკარგინოს მაგიტომ იქმნება და ჩვენ არ ავყვეთ ბოროტს ამ შემთხვევაში მამო ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ აუცილებლად აი მართლა მთელი გული თქვენ ოჯახს მოვიკითხავ, იმ ადამიანებს მოვიკითხავ, ისა თქვენ უყვარხართ და სხვადასხვა ვაკის სამების ეკლესიის მოძღვრებს მოვიკითხავ, რომლებიც აი ძალიან მიყვარს. მე თქვენ იცით რომ მეგობრობ მაგათთან, ყველასთან და დიდ მადლობას მოვახსენებ, რომ ესეთი მაგრები არიან რა. წინააღმდეგ მამა დანიელი, მიქაელი, საბა, თეიმურაზი, იაკობი. საძმო მოვიკითხოთ, გორი საძმოს, რა თქმა უნდა. გორი მოვიკითხოთ. ჩვენი მეუფე ანდრიადან და ყველა მამა ღვთისო. აი სხვადასხვა მინდა თქვა ერთის და ეხა დავანთვალებ რა მამა ღვთისოსგან ვისწავლე ერთი რამე რა ამასნად მადლიერებაზე რო საუბრობთ რა და მამა ღვთისო თქვა ერთი რაღაცა რომ ორი ანგელოზი იდგაო და ერთი სულ ადიოდა და ჩადიოდა გიორგი და ერთი სულ იდგაო და მე კი კითხავ მესამე შენ რას დადიხარო და მეო უფალთან ვედრებები მაქვს ვედრება თხოვნები და შენ რას გახარო და მეო მადლობის ანგელოზი ვარო და არაფერი მისატანი არ მაქვს არავინ არ მადლობს ღმერთსო რა გაიგე და ღმერთს მადლობდეთ ყველაფრისათვის და როცა იქნება მადლიერი გულიც გაგვითვება ცოტა რა
ძალიან დიდი მადლობა მამო, აი ესეთი ლამაზი დასრულებისათვის. ბედნიერ მამო, აუცილებლად მინდა მამა თქვენი მოვიგეთ, ხო, განსაკუთრებით არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მართლა გმირი არის ეს კაცი, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ რა, მამა გიორგიზე ბევრად მაგარი ხართ და ძალიან მაგარი, მაგრამ მიყვარხართ რომ იცოდე და მართლა ნუ რა თქმა უნდა თქვენც ძალიან თქვენი ხა მოძღვარი ხართ და მაგაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ დიდი მადლობა ყველაფრისათვის, ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერ კარგს გისურვებთ ყველას. პატიმრებს განსაკუთრებით კიდე მოგილოცავთ და დაგლოცავს, აი მამაო ერთი დაგლოცი და всё პატიმრებს თუ დალოცავთ მამაო და ღმერთმა დალოცოს ყველა პატიმრის უკან არის ქრისტეს ხატება და ქრისტეს მსგავსება. გაგახაროთ ღმერთმა. ძალიან დიდი მადლობა მამაო, დავიცი სულ რაღაც თქვენგან ყურადღება არ გვაკლია და მადლობა ამისაც. კარგად ზანდებოდ, თუმცა იქი საჭიროებს, წარმოგე რა არის ეს ცხოვრება, რომ ვინც საჭიროებს ყურადღებას, იქითკენ ის აქეთკენ გაქცევს ყურადღება, საოცრება არის ეს რა, რომ რაღაცა ჯვარცმული ღმერთი მახსენდება, რომ იქიდან კიდე ამაზე ევედრებოდა. ეგეთია რა. მიუტევო, როდესაც არიციანო. ხო. აი გარე, გაჭირებულმა იცი შენი ფასი დღეს. თქვენს მიუტევეთ ერთმანეთს შემოტკბილება. ძალიან დიდი მადლობა. გორმისი მადლობა ყველა იმ ადამიანს. აი ქართველის რაღაცა საყვარელი ხალხი ვართ რა და არ დავკარგოთ ერთმანეთი ესეთი რაღაცა ზიზღი ჩვენგან უნდა იყოს შორს რა. კარგად ზანდებოდეთ და დროებით.